ზოგადად კონტრასადაზვერო საქმიანობა არის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულება ყველა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სისტემისა და მისი ძირითადი ამოცანა არის კონკრეტული სახელმწიფოების მიმართ არსებული სადაზვერო ინტერესების შესახებ ინფორმაციის შეგროვება. ანუ ეს პროცესი მთლიანად ხდება ქვეყნის შიგნით და ქვეყნის შიგნით არსებული ეს სისტემა, კონტრასადაზვერო სისტემა უზრუნველყოფს სადაზვერო ინტერესების გამოვლენას, პირველ რიგში იმ ქვეყნების გამოვლენას, რომლებიც დაინტერესებულები არიან კონკრეტული სახელმწიფოს მიმართ. შემდგომში რა მექანიზმებს და რა ძალებსა და საშუალებებს იყენებს მოწინააღმდეგე იმისათვის, რათა დაზვეროს კონკრეტული სახელმწიფო, მოიპოვოს სადაზვერო ინფორმაცია, საიდუმლო ინფორმაცია, განახორციელოს სხვადასხვა ტიპის ჰიბრიდული ოპერაციები, ეს თანამედროვე ტრენდია, ასე ვთქვათ, სადაზვერო საქმიანობაში და მოახდინოს ამ მოქმედებების პრევენცია, ანალიზი, შეფასება, წინასწარ განსაზღვროს შესაძლო განვითარების სცენარები და განახორციელოს გარკვეული ტიპის მოქმედებები, რაც, ასე ვთქვათ, ოპერატიულ თამაშად წოდებული პროცესია და აძლევს კონტრასადაზვერო ორგანიზაციას იმის შესაძლებლობას, რომ უფრო სიღრმისეულად შეახციოს მოწინააღმდეგის რიგებში და ჰქონდეს ინფორმაცია შესაძლო საფრთხეების, მოქმედებების შესახებ და შესაბამისად დაგეგმოს შექმნას ის ქსელი, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას კონკრეტულად სადაზვერო საფრთხების თავიდან აცილების თვალსაზრისით.